გამარჯობა, მოგესალმებით ყველას ბელგრადიდან და გესალმებით YouTube-ზე დვალიშულთან. ასაკვირველია ჩვენი გამომწერები ვინც ხართ. იცით უკვე რომ ჩვენ ვიმყოფებით სერბეთში, სადაც დღეიდან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჩაერთვება თავის მორიგი ევროპის ჩემპიონატზე და დღეს გამართავს სასტარტო პირველ შეხვედრას ჯგუფური ეტაპისას ძალიან მრიცხანე და ძალიან ძლიერ მეტოქესთან საბერძნეთის ნაკრებთან, რომელიც ბუნებრივია არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ მთლიანად ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნევა, გამომდინარე თავიანთი გამოცდილებიდან, შემადგენლობიდან და შესაბამისად ბრძოლის უნარიანობიდან, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ არც ქართველი წყალბურთელები არიან ჩამოსულები სერბეთში ტურისტებად და ბუნებრივია ჩვენი ნაკრებიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და მიაღწიოს იმ პროგრამა მინიმუმს, რომელიც აქვს გუნდს დასახული და ეს პროგრამა მინიმუმი არის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა, რაც გარანტირებულად გვაძლევს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. რაც თავარია, განწყობა არის ფანტასტიკური ბიჭები, ყველანი არიან სრულმზად ყოფნაში მობილიზებულები და შესაბამისად შეეცდებიან მიაღწიონ იმ შედეგს, რა შედეგიც მათ დასახული აქვს როგორც ფედერაციისგან, ასევე ნაკრების მწვრთნელებისგან. თავისთავად ცხადია, რამდენიმე დღეა საქართველოს ნაკრები უკვე სერბეთში იმყოფება, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი საცვლელი პროცესი გაიარა, გუნდი ჯერ იყო მონტენეგროში, შემდეგ მონტენეგროდან გაემგზავრა ნიდერლანდებში, ჩაატარა ამხანაგური შეხვედრები და ყველა აბსოლუტურად კმაყოფილია იმ შედეგით, რაც და რა ხარისხის თამაშით საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა აჩვენა აი ამ შეკრებების დროს. მოკლედ, ვიმყოფებით სერბეთში და ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის მოლოდინში ვართ. მე აქვე გეტყვით, რომ საქართველოს წყალბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდისთვის განსაკუთრებული პირობები შეექმნათ, ფანტასტიურ სასტუმროში ცხოვრობენ, ფანტასტიკური შეკრებები გაიარეს და ძალიან კარგ პირობებში არიან, რაც თავისთავად ცხადია იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვაქვს დასახული. თუმცა ამ ყველაფერს ამყარებს თვითონ ბიჭებში არსებული და ნაკრებში არსებული კარგი და პოზიტიური განწყობა, რაც თავისთავად ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. ორიოდე სიტყვა მინდა გითხრა დარბაზის შესახებ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ბელგრად არენა, წარმოუდგენელი ნაგებობა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აი აქ ჩვენს უკან ახლა აუზია, სადაც საქართველოს ნაკრები ვარჯიშობს და უნდა გითხრათ, რომ ეს არის აწყობილი აუზი, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ეს არის საკალათბურთო დარბაზი, სადაც თავის შეხვედრებს მართავს პარტიზანი, ბელგრადის პარტიზანი და ზოგადად ეს დარბაზი მასპინძლობს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს, ისეთი როგორიც არის კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, რასაკვირველია ძიუდო და ასე შემდეგ. თუმცა გარდა ამისა, ამ დარბაზში იმართება უაღრესად მაღალი დონის საკონცერტო ჩვენებებიც, მათ შორის მაგალითად 2026-ში ორგანიზატორებს უკვე აქ დაგეგმილი აქვთ ეროს რამაზოტის, Deep Purple-ის და ანდრე რეუს კონცერტი, ამიტომ მრავალფუნქციური კომპლექსი არის ბელგრად არენა, სადაც დაახლოებით 10,000-მდე გულშემატკივარი ჯდება და ბუნებრივია სერბეთის ნაკრების თამაშებზე ეს დარბაზი სრულად არის შევსებული. სწორედ აი აქ გავმართავთ დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ დაპირისპირება საბერძნეთის ნაკრებთან, შემდეგ მოგვიწევს კიდევ 2 მატჩი გამართვა ჯგუფურ ეტაპზე, ეს იქნება ხორვატია და სლოვენია, თუმცა რასაკვირველია პირველ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და პირადად მე, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ნაკრები მართლაც ერთ-ერთი გრანდია ევროპული წყალბურთის, ჩვენ მაგალითად წყალბურთის მოყვარულებმა ნახეს გუშინ, რომ გაიმართა ნიდერლანდების და სერბეთის, მასპინძელი სერბეთის ნაკრები, რომელიც ასევე ერთ-ერთი ფავორიტად მიიჩნევა და ნიდერლანდელებმა ძალიან მძიმე ორთაბრძოლაში პენლებში წააგეს, მოდით ესეც ვთქვათ, ამიტომ სერბებს ძალიან გაუჭირდათ. მოკლედ სპორტია, ყველაფერი ხდება და რატომაც არ შეიძლება, რომ ქართველებმა, რომლებსაც მოდით პირდაპირ ვთქვათ ფავორიტად არავინ მიიჩნევს, შეძლონ და გარკვეული სპორტული სიურპრიზები მოაწყონ აქ ბელგრადში. მე ამისი მჯერა ყოველ შემთხვევაში იმ განწყობიდან, რასაც უყურებ, როგორი განწყობაც არის ჩვენს ნაკრებში და მიხარია, რომ ბიჭები ასეთი შემართებით
არიან. მოკლედ, დღეს ძალიან მძიმე ბრძოლა გვექნება და თქვენთან ერთად რასაკვირველია საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჩვენ ზურგს უკან საცნო პროცესს გადის, ბოლო საცნელი პროცესია მოახლოებული თამაშის წინ, ბუნებრივია წარმატებას უსურვებ და გემშვიდობებით მომავალ და მომდევნო ვიდეომდე, რომელიც რასაკვირველია, რომლის ხილვის საშუალებაც თქვენ YouTube-არზე დვალიშულთან ძალიან მალე გექნებათ.